მოგესალმებით პატრიოტულ რადიო მსმენელებო, ჟურნალისტი გიორგი ჩოკოშვილი. ღია სტუდია გაიღო უკვე ყველა თქვენგანისთვის და საინტერესო თემით მოვედით დღეს თქვენთან პროფესიულ გადამზადებაზე გესაუბრებით, მაგრამ ასეთი სპეციფიური სახელწოდება აქვს ჩვენს გადაცემას, ჩვენს ვებგვერდზე, პროფესიული გადამზადება დასაქმებისთვის. ჩვენი ვებგვერდის მისამართი ალბათ გახსოვთ, რადიო 1.G, შეგიძლიათ იქაც გამოგვიგზავნოთ თქვენი შეკითხვები, მაგრამ ახლა ღია ეთერში ჩვენთან სტუმრად არიან ბატონი მათე ტაკიძე, საზოგადოებრივი კოლეჯის სპექტრის დირექტორი და ბატონი გოგი ჩიქოვანი, თბილისის მერის განათლების, სპორტსა და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურის განათლების განყოფილების ხელმძღვანელი და მათთან შეკითხვები თქვენს თუ გაგიჩნდებათ, უნდა ისარგებლოთ აი ამ ტელეფონებით 240 91 92 და 240 92. მას შესახებ საუბრობთ პროექტზე, რომელსაც ჩვენ უკვე ნახსენები კოლეჯი და ქალაქის მერია ერთობლივად ახორციელებენ პროფესიული გადამზადება დასაქმებისთვის. სტუმრებს უნდა გადავცე ახლა სიტყვა და თუ შეიძლება ბატონო მათე, ბატონო გოგი, გითხარით რას გულისხმობს ეს პროექტი, საერთოდაც ყველა გადამზადება ალბათ ორიენტირებული უნდა იყოს დასაქმებაზე. მაგრამ რა კი ასე ფიგურირებს სახელწოდებაში, ალბათ ხელშეწყობა დასაქმებისათვის არის ჩადებული თვითონ პროექტის არსში, ხო? აი თუ შეიძლება გითხარით პროექტის არსზე, მის მნიშვნელობაზე, ვის, რამდენს, რა ფასად, როგორ საათ და ასე შემდეგ სათქმება ეს ყველაფერი, ბატონი მათე იწყებს საუბარს, ხო? მე მინდა უპირველესად მადლობა გითხრათ ბატონ გიორგი თქვენ იმისთვის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი და თქვენი რადიო უპირველესად ყოველთვის აქცევს ყურადღებას პროფესიული განათლების და დასაქმების ხელშეწყობისთვის ზრუნვას და ამისთვის უღრმესი მადლობა. რაც შეეხება პროექტს, რომელიც ჩვენ თბილისის ახალგაზრდობის საქალაქო სამსახურთან ერთად განვახორციელებთ პროექტი, ეს არის უმნიშვნელოვანესი და პროექტს ქვია პროფესიული გადამზადება დასაქმებისთვის. თქვენ ბრძანებთ გადაცემის დასაწყისში და მართლაც ესე გახავთ გამომდინარე იქიდან, რომ ეს არ იყო პროექტი, რომელიც მხოლოდ გადამზადებას ისახავდა მიზნად. საუბარი იყო წინასწარი კვლევები, ანუ ჩვენ გავაკეთეთ უამრავ კომპანიასთან, ეს იყო გზავნილები, ეს იყო კითხვა-პასუხები, ეს იყო მუშაობა კომპანიებთან, თუ რა ჭირდებოდათ მათ კონკრეტულ მიმართულებებში, რომელი სპეციალობები შეიძლებოდა მომხდარიყო, რომელი სპეციალობები შეიძლებოდა მომხდარიყო გადამზადება ადამიანების და თქვენ მოგეხსენებათ დღეს, რომ ჩვენს დასული მოქალაქეების ძალიან დიდი ნაწილი სამწუხაროდ არ არის კვალიფიცირებული, არ არის გადამზადებული, ამიტომ შესაბამისად გამოიძებნა ის პროექტები, რომელიც მოვიდა ბიზნესიდან. ბიზნესმა მოგცა დაკვეთა გარკვეულწილად, რომ მათ ჭირდებოდათ მეგზევები, მათ ჭირდებოდათ ენერგეტიკები, მათ ჭირდებოდათ შემდუღებლები, ეს ანუ ის პროფესიები, რომელშიც შეიძლებოდა ადამიანების გადამზადება, რათა შემდეგ ესენი დასაქმებული იყვნენ აღნიშნულ კომპანიებში, ამიტომ მერის სრული თანადგომით, მათი დაფინანსებით პროექტის ერთობლივად შემუშავების შემდგომ გადაწყდა კვლევების საფუძველზე გამოცხადებული იყო შესაბამისად ის მიმართულები, რომელზედაც ახლა გვაქვს გამოცხადებული, სადაც 15 ივლისამდე გახლავთ რეგისტრირება და ნებისმიერ მოქალაქეს აბსოლუტურად გამარტივებულად შეუძლია მოგუმართოს. ოღონდ კიდევ ერთხელ მინდა მე ბატონი გოგი ამაზე ისაუბროს, ეს არის თბილისის მოქალაქეებზე, თბილისში რეგისტრირებულ მოქალაქეებზე, რაღან თბილისის მერიის პროგრამა გახლავთ და პროექტი გახლავთ და ესე რომ ნებისმიერ თბილისელს შეუძლია მოვიდეს, ან თუნდაც დაარეკოს, ან ონლაინ რეჟიმში მოვიდეს და დარეგისტრირდეს, ისე რომ მას არ მოუწევს სანამ სწავლა არ დაიწყება კოლეჯში მოსვლა, ხოლო სწავლების დაწყების შემდგომ ბუნებრივია ჩვენ გვექნება ბაზა, რომელიც არის აღჭურვილი ყველა მიმართულებებით, მაღალი დონის სპეციალისტებით, შესაბამისად ლაბორატორიებით, ესე რომ ჩვენ ვაძლევთ მათ საშუალებას გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლების და შესაბამისად უკვე წარდგენის იმ კომპანიებში, რომლებსაც ჭირდებათ აღნიშნული სპეციალისტები. ბატონო მათე, ამას როგორ და რა საშუალებებით გააკეთებთ ამის თაობაზე? კიდევ მოგეცემათ საშუალება რომ ისაუბროთ, ახლა ბატონი გოგი ჩავთოთ საუბარში, ბატონი გოგი, მერიას და კერძოდ თქვენს სამსახურს, საქალაქო სამსახურს, რატომ გაუჩნდა ეს მოთხოვნილება, ეს ინტერესი და ისიც უნდა გითხრათ აქვე გადაცემის დასაწყისშივე, რა თანხები გამოიყო ამისათვის და როგორ მოხდება რეალიზება ამ თანხის უბრალოდ ამოგება, უკუგება, რას ელის თქვენი სამსახური?
ამ პროექტიდან? მოგახსენეთ, ჩვენთვის ქალაქის ხელმძღვანელობისთვის, ზოგადად თბილისის მერისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ერთის მხრივ პროფესიული განათლების განვითარება ქალაქში და მეორეს მხრივ დასაქმების ხელშეწყობა. ვინაიდან ეს ორივე ერთმანეთთან ძალიან მჭიდრო კავშირშია. პროფესიული განათლება არის უმოკლესი გზა დასაქმებისთვის და შესაბამისად ჩვენ როგორც საქალაქო სამსახური, რომელსაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება არის განათლების მიმართულება და ისეთი სერვისების განვითარება ქალაქში, რომელიც პირდაპირ ორიენტირებულია დასაქმებაზე, აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ აღნიშნული პროგრამა, საპილოტო პროგრამა შეგვექმნა, ეს ამას შეიძლება დავარქვათ საპილოტო პროგრამა პირველ ეტაპზე, იმიტომ რომ ჩვენ გეგმავთ აღნიშნული პროგრამის უფრო მასშტაბური სახის მიცემას. აქ არის ორი მთავარი ამოცანა. ერთი ის რომ ქალაქში ჩვენ ყველას ვესმის რომ არის მოთხოვნა კადრებზე და მეორე მხრივ არის ყავს უმუშევროები, რომლის ვერ აკმაყოფილებენ დასაქმების მოთხოვნა. შესაბამისად, მათ ჭირდება გარკვეული კვალიფიკაციის ანახლება, რათა დააკმაყოფილონ აღნიშნული მოთხოვნა და დასაქმება მიიღონ დამატებითი შემოსავალი. ბატონო, ვიდრე თანხებზე და ვიდრე შემდეგ ინფორმაციას მოგოძეთ, მსმენელი გველდება, ბოდიშ მოგიხდით. მოვისმენთ ჯერმის შეკითხვა მსმენელის და შემდეგ გააგრძელეთ. ჰალო, გისმენთ? მოგესალმებით, ბატონო გოგი. გამარჯობა. მოგესალმებით თქვენ სტუმრებს. პროექტი თავისთავად კარგია. და მე არ მივყვები მე იმას თუ შემდგომ რა იქნება და უბრალოდ მე ჩემ კითხვაში იქნება დასმული რამოდენი უკაცრავად და მიპასუხოთ კონკრეტულად. ერთ-ერთი პროფესიული განათლება რომ მიიღოს ადამიანმა დასაქმები და რომელ საწარმოში ასაქმებენ ესეთი შეკითხვა იქნება ჩვენ და საწარმო არ არის ძირითადად არის შემომტანი საწარმოებებია აი ერთი მსმენელი შემოდის ხშირად დღევანდელ ბიზნესმენებს ჩარჩი ბიზნესმენს უწოდებს იმიტომ რომ აქ ძირითადად ყიდვა-გაყიდვით არიან და სად ასაქმებენ რომელ საწარმოში ბატონო გავიგეთ ეგ შეკითხვა მეორე ერთი თუთით მეორე შეკითხვა ერთადერთი არის ასეთი კომპანია არის Mr. Master-ი ქვია რომელიც გამოძახებით მიდიან და ისი თავისი იმით რა ქვია ხელოსნები და იმით ყველაფერი დააფუძნეს და ეგეთ მუშაობენ. დანარჩენი სად უნდა ტენდერები იმას შვება, რო იყოს მაგალითისთვის, რო იყოს ის ტენდერში თქვა მერია იქნება თუ სხვა უწყება იქნება ტენდერს რო გამოაცხადებს და აი რო იყოს ტენდერის გარეშე, მაგალითად მერია მაიყვანოს ეს სამსახურში აიყვანოს ეს კვალიფიციური სამსახურები, რაღაც ესე მილიონები, ათეულით მილიონები ესე უკმათ არ წავიდოდა ხო, რამდენი საქმე გადაიხადეს ფინანსური საქმე არ გაკეთდა და ეს ამ შემთხვევაში აი რომელ საწარმოში ასაქმებენ ძირითადად და ფასიანი იქნება თუ არა ეს სწავლა. გასაგებია, დიდი მადლობა, ფაქტორულად კითხვა იყო ერთი ამ საკმაოდ ცელ საუბარში დასმული რომელ საწარმოში ასაქმებენ. დიახ, რომელ რაც შეეხება დასაქმების ნაწილს, ქალაქში ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი მოთხოვნა სამშენებლო საინჟინრო მიმართულების. ვინაიდან ქალაქში უკვე ბერიაში აიყვანონ ახლა ბატონო მათე გითხარო შემდგებლები მეგზევეები ამაზეა მოთხოვნა ეს მოთხოვნა რა კი არის იმიტომ ამზადებენ ამ სპეციალურად მერიაში შემდგებლები და მეგზევეები რატომ უნდა აიყვანონ ჩვენს მენელს ვეკითხები უკვე რიტორიკული კითხვა რა თქმა უნდა მაგრამ მოგახსენებთ ამასთან დაკავშირებით ქალაქში დღესაც მიმდინარეობს ძალიან აქტიურად მასშტაბური ინფრასტრუქტურის სამშენებლო თუნდაც პეკინის რეაბილიტაცია და დაგეგმილია უამრავი მარტო პეკინზე ჩვენ ორი გადაცემა გავაკეთეთ ამბიციური პროექტი ქალაქში ძალიან ბევრი ამბიციური ინფრასტრუქტურის პროექტია დაგეგმილი სადაც კონტრაქტორის აქ ძალიან მაღალი მოთხოვნა სამშენებლო საინჟინრო მიმართულების არის დეფიციტი აღნიშნული კადრების და ჩვენი მთავარი ამოცანა იყო ერთის მხრივ აღნიშნული დეფიციტის აღმოხვა ქალაქში დისბალანსის აღმოხვა იმის რომ შეგვექმნა საკადრო ბაზა აღნიშნული კომპანიებისთვის რათა ისინი დაკავშირებოდნენ და დაესაქმებინათ ხალხი და მეორე მხრივ დასაქმების ხელშეწყობა გაგვეკეთებინათ და პლუს პროფესიული განათლება სადღაც დასაქმდეს ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია და კოორდინაცია აღნიშნულ კომპანიებთან, ვინც ქალაქში მოქმედებს, ვინც ახორციელებენ სამშენებლო მიმართულებით საქმიანობას, კოლეჯს აქვს თავისი ყავს პარტნიორი კომპანიები და ერთობლივი თანამშრომლობით ჩვენ აღნიშნულ 100%-იანი თუ არა 90% მინიმუმ დასაქმდება იმ კადრების, ვინც გადამზადებენ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არის პირველი საპილოტე ასე თქვათ პროექტი და ჩვენ გეგმავთ რომ მასშტაბური გახდეს უფრო აღნიშნული პროექტი და ეს იქნებს მოკლევადიანი კურსებია ხაზიმი და მას გაუსვა ოთხიანი სამთვიანი კურსებია რომლის ფარგლებში გადამზადებული კადრები შემდგომ პირდაპირ უწყობთ ხელს დაკავშირებას იმ კომპანიებთან რომლის ახორციელებენ სამშენებლო საინჟინრო მიმართულებით საქმიანობას ქალაქში და უზრუნველყოფთ აღნიშნული პირების შემდგომში დასაქმებას ერთგვარი გარანტია სრულიად უფასოა აღნიშნულ კურსებზე გადამზადება სრულიად უფასოა გადამზადება სრულიად
განათლება აფინანსებს თბილისის მერია პროფესიულ მოკლებადიან პროფესიულ კურსებზე სწავლებას და შემდგომ ჩვენ გარდა გადამზადებისა უწყობთ ხელს კომუნიკაციის დამყარებას დამსაქმებად და რაც ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია აგრეთვე რომ შემდგომში მოხდეს რეალიზება იმ ცოდნის მიღებული უნარჩვების რაც პროგრამის ფარგლებში მიიღეს ასე ვთქვათ ბენეფიციარება. კი ბატონო, ისევ ბატონ მათესთან კითხვა ბატონო მათე ამ შეკითხვაშიც, სმენელის შეკითხვაშიც დაისვა რაღაც კონკრეტიკა უფრო მეტია საჭირო მართალია ბატონო გოგიმ გითხრა უკვე რომ უფასოა მათთვის თქვენ რა თქმა უნდა ამაზე გარკვეულ ხარჯებსაც გასცევთ მაგრამ მე კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო მოსახლეობას ჩვენს სმენელს და რა თქმა უნდა ვინც კითხვა დაასვა რომ გახავთ უფასო ბენეფიციარებისთვის თუმცა ამას სახელმწიფო თანხას იხდის საუბარი იმაზე რომ აქ არის ქალაქ თბილისის მერიის დაფინანსება ბუნებრივია და აქ არის ანალოგიურად კოლეჯი ამაში მოგებას არ ნახულობს ეს არ არის მომგებიანი პროექტი ეს არის აბსოლუტურად სოციალური პროექტი და ორიენტირებულია დასაქმებაზე მე კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო რახან კითხვა დასვა ბატონმა მე ბოდიში მინდა მოვუხადო ჩვენს პარტნიორ კომპანიებს რომელიც 150-ზე მეტია და არც ერთი არ არის წყალებში მინდა ჩავსვა ჩარჩი კომპანიები საქართველოს დღეს წარმოება ვითარდება და განვითარდება 350 კომპანია ჩვენი პარტნიორი მარტო კოლეჯის კომპანია და მე მათ შორის მინდა გამოვყო როგორც მსხვილი ესევე საშუალო და ესევე საშუალო და წვრილი კომპანიები ინდმეწარმეები და მინდა ვთქვა რომ არის კომპანიები რომლების დასაქმების მაჩვენებელი არის 1000 და 1200 კაცი ეგეთი არის თბილისში ეგეთი ტიპის კომპანიები შესაბამისად კადრებით რა თქმა მათ შორის ჩვენგან გასული კადრებითაც და ძალიან ბევრი კომპანია რომელიც ასე ვთქვათ სარგებლობს იმ სერვისებით რომელიც გააჩინა პროფესიულ განათლებას ისინი კმაყოფილები არიან იმ გადამზადების ხარისხით რომელიც ხდება კოლეჯის მიერ შესაბამისად მოთხოვნა მათ მიერ იზრდება და ჩვენ პრივატულ საუბარში ვახსენეთ რომ რაც არ უნდა ნონსენსი იყოს ქვეყანაში არის საოცარი დამოკიდებულება არის უამრავი სამუშაო ადგილი მაგრამ არ აქვს სამწუხარო დაუსაქმებელი ბევრი ადამიანი და სხვათა შორის ეს ერთ-ერთი ურთულესი პრობლემაც გახლავთ თუმცა დღეს ამას ვერ განვიხილავთ რატო და რისთვის ეს ყველაფერი კი ბატონო ამ მიმართულებით სახელმწიფო მუშაობს ჩვენ დასაქმების დეპარტამენტი არსებობს სამინისტროში და მისი ხელმძღვანელი არაერთი სკოლია და მათი მცდელობაც იციან ჩვენმა მსმენელებმა მაგრამ ალბათ საზოგადოების აქტიურობა უფრო მეტი საჭიროა. მე უნდა უთხრა საზოგადოებას მობრძანდნენ ჩვენთან, ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად ყველა პირობა, გარდა იმისა, რომ ბატონო გოგი ჩვენთან არის ლაბორატორიები, რომელიც არის მაღალ ტექნოლოგიურად დაღჭრვილი, არის პედაგოგები, რომელთა გადამზადება ხდება მუდმივად და ინტენსიურ რეჟიმში ხოლმე და უცხოელი ექსპერტების და ჩვენი ექსპერტების მიერ და გარდა ამისა, კოლეჯმა გახსნა რამოდენიმე ტრენინგ ცენტრი თბილისის ბაზაზე, სხვადასხვა უბნებში, კომპანიის ბაზებზე. მე მინდა ეს უთხრა ჩვენს მსმენელს კომპანიების ბაზებზე გავხსენეთ რამოდენიმე დიდი ტრენინგ ცენტრი და კომპანიებმა უშუალო ინვესტიციები განახორციელეს ამ კომპანიებმა აღჭურვაში ამ ტრენინგ ცენტრის შესაბამისად იმისთვის რომ იქ მოეწყოს და კომფორტული გარემო შეიქმნას ნებისმიერი ბენეფიციარისთვის რომელიც მოვა ერთადერთი რაც გვაკლია ჩვენ უნდა მოვიდეს ბევრი ადამიანი უნდა მოისურვოს რომ მას უნდა გადამზადება მას უნდა კვალიფიკაციის ამაღლება მას უნდა დასაქმება და საზოგადოებაში ღირსეულად წარდგენება მეტი არაფერი არ არის საჭირო იმიტომ რომ სახელმწიფო პროფესიული განათლების დასაქმებას აფინანსებს განათლების და მეცნიერების სამინისტროს და საქართველოს მთავრობა და თბილისის მერია რომელიც ქმნის ყველა პირობას და ჩვენ საპილოტო პროგრამა ბატონმა გოგი მახსენა ვიწყებთ და მე ვფიქრობ რომ ჩვენი წარმატებით განხორციელების შემთხვევაში ეს გაფართოვდება და კიდევ უფრო მეტ სახეს და კიდევ უფრო მეტ პროფესიაში ესე ვთქვათ დავიწყებთ ბენეფიციარების გადამზადებას მით უმეტეს როდესაც დღეს საშუალება არსებობს ქვეყანაში და დედაქალაქში განსაკუთრებით უამრავი სხვადასხვა კომპანია რომელსაც ჭირდება კვალიფიციური კადრები. მოდით კიდევ ერთხელ ვთქვათ იმის თაობაზე თქვენ ახსენეთ 15 ივლისი რომ საბუთების შეტანა და დარეგისტრირება იგივე ონლაინ რეჟიმში არ არის ჯერ დაგვიანებული. არ არის დაგვიანებული, არის ძალიან მარტივი, მითითებული ტელეფონის ნომრები, ტელეფონის ნომრითაც დარეკვითაც შესაძლებელია დარეგისტრირება და გარდა ამისა შეგიძლია ონლაინ რეჟიმის სპექტრის გვერდზე ჩვეულებრივ სხვათა შორის ვინც დღეს დარეგისტრირებულია ყველა მათგანი არც ერთი არ მოსულა კოლეჯში, ან ტელეფონით დარეგისტრირდა, ან ჩვეულებრივად ინტერნეტის საშუალებით მოხდა მათი რეგისტრირება. ეს არის ძალიან გამარტივებული და მხოლოდ პირადობის მოწმობა არის ამისთვის საკმარისი. შემდეგ ჩვენ ყველა პირობას ვუქმნით მათ რომ ხელშეკრულება გაფორმდეს და შესაბამისად სწავლის დაწყების პროცესი როდის დაიწყება, როგორ დაიწყება და რა ვითარებაში ჩვენ ამას ჩვენს ბენეფიციარებს გავაცნობთ ბუნებრივია. ჩვენც გითხარით ახლა რომ ეს იქნება
საზოგადოებრივი კოლის სპექტრის ბაზაზე ჭიჭინაძის ნომერი 10, სადაც არის. როდის დაიწყება რომელ მიმართულებაზე რამდენი ავადიანი იქნება? მე გეტყვით ეს არის ორთვიანი, სამთვიანი კურსები, ეს არის ამზომელი გეოდეზისტი, ეს არის ელექტრიკოსი, შემდუღებელი, ვენტილაციისა და კონდიცირების სპეციალისტი, ეს გახლავთ სანტექნიკოსისა და გათბობა წყალგამაცხადებელი სისტემების მემონტაჟე, საავტომობილო გზების და აეროდრომების მშენებელი ტექნიკოსი და ინტერნეტ ტექნოლოგი. ეს არის სპეციალობები, რომელშიც ჩვენ ახლა ამ წუთას კომპანიების მოთხოვნებიდან გამომდინარე ამ სპეციალობებზე ვაპირებთ განაცხადების მიღებას, მაგალითად უკვე დაწყებული გვაქვს და უამრავი ადამიანი რეგისტრირებული გახლავთ და გარდა ამისა მინდა გითხრათ, რომ თბილისის მერია არის ძალიან აქტიურად ჩართული, ყველა გამგეობა, ყველა გამგებელი ჩართულია და კიდევ ერთხელ მინდა გადავუხადო მადლობა თბილისის ახალგაზრდობის საქალაქო სამსახურს, რომელიც უშუალოდ არის, ესე ვთქვათ, იდეისა და უშუალოდ არის ამ პროექტის კურატორი, ესე რომ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ბევრ ადამიანს მივცემთ საშუალებას არა მხოლოდ მომზადების, არამედ მათ დასაქმებაში დავეხმარებთ. ამაზე კიდევ დაგისვათ, მე დამატებით კითხობს, მაგრამ მსმენელებსაც აქვს შეკითხვა, გველოდება ახლა მსმენელი, არო გისმენთ? მოგესალმებით, მაინტერესებს როგორ უნდა მოვეზადოთ მაგალითად დასუფთავებაში დასაქმებისათვის და ცოცხი როგორ დავიჭიროთ ხელში. დასუფთავებაში ახსენეთ თქვენ დასუფთავება ჩვენ არ გვიხსენებია, თუმცა თუ ეს ამ კურსების მოთხოვნილების, ასე ვთქვათ, მოთხოვნა იქნება შესაბამისად სამომავლოდ, ფიქრობ, რომ აქაც შეიძლება გადამზადების, ასე ვთქვათ, დაფინანსება. აქ საუბარი არ გახლავთ მხოლოდ მებწყალებში, მინდა რახან შეხება გვაქვს ამ მიმართულებასთან, ცოცხლის დაკავებასთან, აქ არის გარემოს უსაფრთხოება ბუნებრივია, აქ არის, ესე ვთქვათ, ადამიანმა არა მხოლოდ ის, რომ დაგვა უნდა იცოდეს, ამის გარდა უამრავი სხვადასხვა თემა არის, რომელიც, ესე ვთქვათ, ჩვენი სანთლისუფლების სამსახურის სპეციალისტებმა უნდა იცოდნენ და უნდა ფლობდნენ ამ პროფესიას. მე ვფიქრობ, ერთ-ერთი საამაყო პროფესია გახლავთ და მე ვფიქრობ, თითოეულ მაგნას მადლობა უნდა გადაუხადოთ, იმიტომ რომ ეს რიტორიკულად დასმული კითხვა იყო და მე კიდევ ერთხელ მინდა გავცე პასუხი, რომ მადლობა ყველა ჩვენს იმ ადამიანს, რომელიც ემსახურება თბილისის სისუფთავის დაცვას. არა მხოლოდ რიტორიკულად, შეიძლება სარკაზმი და სხვა რაღაცა ჩადო კიდევ მსმენელმა ამ შეკითხვაში, მაგრამ ის რომ ამდენ სპეციალობაში ამზადებს ერთი კონკრეტული კოლეჯი და რომ ამაში ასე აქტიურად მონაწილეობს მერია, ეს ნამდვილად არ არის ღიმლის მომგვრელი და პირიქით მისასალმებელია და პირიქით პრობლემა დღეს სულ სხვა რამაა, რის დაობაზეს ბატონი მათე საუბრობდა უკვე 2 წუთის წინ, რომ არის უამრავი სამუშაო ადგილი და არის უამრავი უმუშევარი. არ ხერხდება ამ ადამიანების იმ დონეზე გადამზადება, რომ ისინი აკმაყოფილებდნენ დამკვეთის და ესე იგი დამსაქმებლის მოთხოვნებს, იმიტომ რომ ძირითადად აქ რაღაც ნება არ არის და სურვილი უფრო ხო? აქ საუბარია სამოქალაქო ნებაზე, ადამიანების ნებაზე, მათ დამოკიდებულებაზე. მე ვფიქრობ, ჩვენ განათლებისადმი მიდგომა უნდა შევცვალოთ. ჩვენ უნდა შევცვალოთ მიდგომა დამოკიდებულებების მიმართ და ჩვენ არჩევანი უნდა გავაკეთოთ. ისეთი ქვეყანა როგორც გერმანია გახლავთ, ბატონო გოგი, მოსახლეობის 60% მეტი ღებულობს პროფესიულ განათლებას და დანარჩენი მიდის მხოლოდ აკადემიურ განათლებაში. ჩვენს ქვეყანაში გეტყვით, რომ 75-დან 80%-მდე მიდის აკადემიურ განათლებაში, ხოლო 20% მიდის პროფესიულ განათლებაში. ამ დროს ბაზრის დასაქმების ძირითადი მაჩვენებელი გახლავთ პროფესიული განათლება, ანუ სპეციალისტები ჭირდება ქვეყანას, რათა ააშენო, რათა გააკეთო, რათა დაგეგმო და განახორციელო და ამ შემთხვევაში ეს არის აბსოლუტურად სხვა ფოტო, სხვა სურათი, რაც სამწუხაროა რეალურად, იმიტომ რომ თუ ჩვენ შევხედავთ გერმანიის ეკონომიკას, გერმანიის განვითარებას, აბსოლუტურად მივხვდებით, რომ ისინი აბსოლუტურად სწორ არჩევანს აკეთებენ ხოლმე. ამიტომ მე ვფიქრობ, ქართულმა საზოგადოებამ უნდა შეცვალოს განათლებისადმი მიდგომა, უნდა მოახდინოს სწორი ფოკუსირება და უნდა მოახდინოს სწორი არჩევანის გაკეთება. ამაში მშობლებიც უნდა ჩაერთნენ, ბუნებრივია, საზოგადოება, ბებია ბაბუები მათ შორის, იმიტომ რომ ძალიან ხშირ შემთხვევაში ხდება გადაწყვეტილების მიმღები პირი არ ღებულობს გადაწყვეტილებას, ღებულობს ოჯახის სხვა წევრი. საბოლოო ჯამში ღებულობთ რას? ღებულობთ იმ სურათს, რაც დღეს გაგვაჩნია სამწუხარო რეალობაში. ღებულობთ დიპლომიან უმუშევარს. გეთანხმებით. კი ბატონო. მსმენელი ჩავთვალოთ, ალო გისმენთ. გაგვეთიშა თუ მეორე ხაზი უნდა ჩავთვალოთ. ალო გისმენთ. ალო? ალო, გამარჯობათ. გაგიმარჯობთ. მე გისმენთ გადაცემის დასაწყისიდან ბატონო მათე და თქვენ ბატონო ბატონი გოგი. მე მინდა გითხრათ, რომ ახლა კითხვა შეიძლება ბევრი დავსვათ, მაგრამ ის რომ სახელმწიფო გეუბნება, რომ თურმე ახლა შენ იმას კი ისწავლე, სამედიცინოს არ გჭირდება ამდენი უმაღლეს განათლებული და მოდი ისწავლე გეოლოგია თუ რაღაცა გეოდეზია, კი ბატონო, ეს შეუძლია სახელმწიფომ გააკეთოს, ოღონდ ეს არის დროისა და ფულის ტყუილად აკარგა, იმიტომ რომ
ბაზარი თვითონ შესანიშნავად არეგულირებს. ჩემს გარშემო, ჩემ ნაცნობებს ვისაც ვიცნობ, ბატონო გოგი. ყველამ რატომღაც ისწავლა მობილური ტელეფონების შეკეთება. მობილური ტელეფონების შეკეთება. ამაში სახელმწიფოს არაფერი წვლილი არ ჩაუდგია. რატომ ისწავლეს ამ ადამიანმა მობილური ტელეფონის შეკეთება? ანუ ხელოსნობა, იმიტომ რომ მოთხოვნა გაჩნდა ამაზე. არ უსწავლიათ ვედრების ამზადება, არ ვიცი, ახლა კალათების დაშნა. არავის არ ჭირდება კალათების მწვნელი, ჭირდებათ მობილური ტელეფონი ხელოსანი. სანამ გერმანიამდე მიხვალთ, მოდი აქაური ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნები გავითვალისწინოთ და სახელმწიფომ თავი დაანებოს ასეთი მეზღვაურობას და მითითებას, რომ წადი ახლა შენ და ეს ისწავლე, ეს გამოგადგება. ადამიანები გონიერი არსებები არიან, თვითონ უკეთესად ხვდებიან, რაც ასჭირდებათ მომავალში. დიდი მადლობა. კი, რასაკვირველია, ამ მიდგომებში შესაძლოა დავეთანხმოთ ჩვენს მენას, მაგრამ ის რაც უკვე ითქვა ჩვენს გადაცემაში, რომ ეს ყველაფერი რაც ხდება, რომელ სპეციალობებზეც ხდება ამ ადამიანების ახალგაზრდების მომზადება, გადამზადება, სწორედაც რომ დაკვეთა რაც არის, მობილურების ოსტატებს შეიძლება თქვენ არ ამზადებთ, მაგრამ აი ის რაც ბატონო ეს არის ბაზრის დაკვეთიდან გამომდინარე, ჩვენ რასაც ახლა ვახორციელებთ. ბატონ გოგის უნდა უპასუხო. 2 წუთი მინდა ამას დაკავშირებით. მოკლედ აღნიშნო პირველ ჩვენ გამოვკითხეთ კომპანიები და ამის საფუძველზე შეიქმნა ეს მიმართულები და იმის საფუძველზე რომ სამშენებლო საინჟინრო მიმართულებით ძალიან მაღალი მოთხოვნაა ქალაქში. მეორე, ძალიან ბევრ ადამიანს არ აქვს შესაძლებლობა რომ გადამზადდეს, ანუ ამაში თანხა უნდა გადაიხადოს, შესაბამისად ჩვენ გავხადეთ ხელმისაწვდომი ამ ადამიანებისთვის, რომ მოკლე ვადაში ისწავლონ ის მოთხოვნადი სპეციალობაში გადამზადდნენ და შემდგომ დასაქმდნენ. რაც შეეხება პროფესიულ განათლებას და უმაღლეს განათლებას. პროფესიული განათლება არ გამორიცხავს უმაღლეს განათლების მიღებას. პროფესიული განათლება არის დამატებითი შესაძლებლობა რომ მიიღო შემოსავალი და მე ამ შემოსავლით შენ თვითონ დაიფინანსო უმაღლესი განათლება. ჩვენ უკვე ერთი წარმატებული პროექტი განვახორციელებთ პროფესიულ კოლეჯ იკაროსთან ერთად ტურიზმის და მოსახურების სექტორში, სადაც ძალიან ბევრი სტუდენტი ამ პროექტის მეშვეობით და უკვე დასაქმდა და მათ მიიღეს დამატებითი შემოსავალი, საკუთარი შემოსავალი, თვითონ იფინანსებენ უმაღლეს განათლებას და ბევრად უფრო დამოუკიდებლები ხდებიან და არ არიან თავიანთ მშობლებზე დამოუკიდებლად, აქვთ საკუთარი შემოსავალი და ყველა განვითარებულ ქვეყანაში სტუდენტობის პერიოდში მუშაობენ, გამოიმუშავებენ თავის თანხას და თვითონ აფინანსებენ თავიანთ უმაღლეს განათლებას. შესაბამისად, პროფესიული განათლება არ გამორიცხავს უმაღლეს განათლებას, თუ სურს ადამიანს სამეცნიერო განათლების მიღება, შეუძლია ვთქვათ პროფესიულ განათლებას მოკლე ვადაში შეიძინოს პროფესია, რომელიც შემოსავალს მიიღო და შემდეგ თვითონ დაიფინანსოს უმაღლეს განათლება. ჩვენ არ მოუწოდებთ არავის, არა ბატონო, პროფესიულ განათლება აუცილებლად პროფესიულ განათლებაზე ჩაბარეთ და გინდა თუ არა თქვა უმაღლეს განათლება არ მიღოთ, პირიქით ჩვენ ქნით პირობებს და შესაძლებლობებს რომ შემოსავალი გაუჩინოთ ადამიანებს, რომ შემდეგ უკეთესი განათლება მიიღონ, უფრო ხარისხიანი განათლება მიიღონ და შესაბამისად უფრო მაღალანაზღაურებადი სამსახურები იყვნენ. ეს არის ჩვენი ძირითადი არსი და მიზანი, რატომაც ვახორციელებთ გასულ პროექტს. უმაღლესი განათლების მიმართულებით ჩვენ თბილისის მერია წელიწადში 2000-ზე მეტ სტუდენტს ვიფინანსებთ სწავლის საფასურს, ეს არის სოციალურ დაუცველი ოჯახის წარმომადგენლები და ქნით მათთვის პირობებს რომ მიიღონ უმაღლესი განათლება და შესაბამისად იპოვონ სამსახური და გარდა უმაღლეს განათლებისა პროფესიულ განათლებით გვაქვს ჩვენ პროგრამა და შესაბამისად ვცდილობთ რომ იმ ადამიანებს ვინც თქვა წლების წინ დაამთავრეს მიიღეს უმაღლესი განათლება და დღეს ვერ პოულობენ საკუთარ თავს შრომის ბაზარზე, იმიტომ რომ შრომის ბაზარზე დღეს შეიძლება სხვა მოთხოვნები აქვს ვიდრე 10-15 წლის წინ ქონდა. ჩვენ ვეხმარებით ამ ადამიანებს რომ დააკმაყოფილონ ის მოთხოვნები, რაც ამ ეტაპზე აქვს დღეს შრომის ბაზარს. ეს არის ისი თქმაც. დიდი მადლობა. მსმენელი გვეუბნება კიდევ ვიდრე რომ ჩავთავთ მსმენელს, მე ბატონ მათისას გადავცემ სიტყვას, მასაც ხედავ რომ უნდა კომენტარი ამ თემასთან დაკავშირებით, მაგრამ ვიდრე მსმენელს გადავცემ სიტყვას, ჩვენი საეთერო დროის ნახევარია უკვე გასული და უნდა შევახსენოთ ჩვენს რადიო მსმენელებს, რომ ღია სტუდიას უსმენთ ჩვენ ძირფასო რადიო მსმენელებო FM 102 და 4 ტალღაზე, საზოგადოებრივი რადიო აღია ეთერში და დღეს გესაუბრებით პროფესიულ განათლებაზე, პროფესიულ გადამზადებაზე დასაქმებისთვის. ასეთი პროგრამა ხორციელდება მერიის ხელშეწყობით, რომელსაც ახორციელებს საზოგადოებრივი კოლეჯის სპექტრი, მისი დირექტორი ბატონი მათე ტაკიძეა ჩვენთან სტუდიაში სტუმრად და მერიის წარმომადგენელი ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურის განათლების განყოფილების ხელმძღვანელი გოგი ჩიქოვანი. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეხსენება, ჩვენ ვართ ახლა ღია ეთერში, მაგრამ გადაცემა იწერება და თუ მისი განმეორებით მოსმენის სურვილი გაგიჩნდებათ, უნდა შეხვიდეთ ჩვენს ვებგვერდზე, რომლის მისამართია radio 1.g და შეძლებთ დღევანდელი ღია სტუდიის განმეორებით მოსმენას. ახლა მსმენელი ჩავთოთ, ალო გისმენთ?
გამარჯობათ. გაგიმარჯობთ. ნამდვილად ვერ გავიზიარებ წინა მსმენელების პათოს და სარკასს, იმიტომ რომ თუ რამე მოსაწონია მერის მუშაობაში, ეს არის ზუსტად ასეთი პროექტები, რომელიც საშუალებას აძლევს ხალხს პროფესია აითვისოს და 60-70% ჩვენთანაც და სხვაგანაც იმ სპეციალობით მუშაობს, რომელიც ბაზარს სჭირდება და მეორე, რომელიც მას სურს, ეს არის ჰობი, ეგრეთ წოდებული გატაცება და ძალიან ბევრს აქვს ასეთი გატაცებები, ასე რომ ძალიან დიდი წარმატება მინდა გისურვოთ. უბრალოდ ცოტა შორს არის ეს თქვენი სპექტრი, რამდენადაც ვიცი და ტრანსპორტით რამდენად მოსახერხებელია და ასაკის თაობაზე შეზღუდული არის თუ არა? დიახ, შეზღუდული კი არა. აი 62 წლის ვარ მაგალითად მე და დამავიწყდა დაუშვათ იმ სკოლის პროგრამა რაღაც დონეზე და შემიძლია თუ არა ინტერნეტი ხალ აი შედუღებაზე ვერ წავალ, მაგრამ აი ეს ინტერნეტ რაღაცა რო იყო სიამოვნებით წავიდოდი და შემიძლია თუ არა გასაუბრება ჭირდება, წინასწარ გამოცდა ჭირდება, რამდენ თვიანია, ან ტელეფონის ნომერი გამოაცხადო, დავწერო, დავრეკოთ და ეს ასე რომ წარმატებები მინდა. დიდი მადლობა აუცილებლად მოგაწვით ამ ინფორმაციას, მადლობა ჩართვისთვის. ბატონო მათე თქვენ თუ გნებავთ წინა ბატონო მე მინდა რომ კომენტარი გინდოდათ? ბატონო გოგი მინდა ჩვენს მსმენელს უთხრა წინა მსმენელს რომ ბაზარი არეგულირებს ყველაფერს და ჩვენ ყველა პროფესია რომელსაც ვამზადებთ ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე. ანუ ჩვენ გაქვს ინტენსიური ურთიერთობა ბაზართან ბუნებრივია, ზოგ შეიძლება მობილური ტელეფონის შეკეთება აინტერესებდეს, მაგრამ ბაზარი მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება, იქ არის უამრავი პროფესიები, ძალიან ბევრი პროფესია მოთხოვნადი, რომელზეც დასაქმებას და ანაზღაურებაც გახავთ საკმაოდ სოლიდური, რაც შეეხება აკადემიურ განათლებას ბატონმა გოგიმ ბრძანა და ეს არის თავსებადი, ანუ პროფესიული განათლება არ ზღუდავს, აკადემიური განათლება მიიღოს, ადამიანმა საუნივერსიტეტო განათლება მიიღოს, შესაბამისად ჩვენ და გავიზიაროთ ესევე მინდა დავამატო გამოცდილი და წარმატებული ქვეყნების მაგალითი, თუნდაც გერმანიის მაგალითი, რომელიც მე ვფიქრობ, რომ არის საუკეთესო მაგალითი იგივე დუალური განათლების სისტემის, ანუ რომელზეც დაფუძნებული სწავლებაზე და ბაზარზე ორიენტირებული განათლება, ესე რომ მინდა ბატონს უთხრა და ვთხოვ, რომ შესაბამისად მას თუ სურს ჩვენთან შეუძლია მობრძანდეს, გაეცნოს იმ პროფესიებს და ჩვენ დავაკავშირებთ უამრავ კომპანიას, რომელსაც ჭირდება და რომელიც არეგულირებს ჩვენს მოთხოვნებს, იმიტომ რომ სხვანაირად ჩვენ ვერ ვიარსებებდით, იმიტომ რომ პროფესიული კოლეჯების ძირითადი დანიშნულება გახლავთ იყოს თავიდან ბოლომდე ორიენტირებული ბაზრის მოთხოვნებზე, კერძო ბიზნესის მოთხოვნებზე, დამსაქმებლების მოთხოვნებზე, ესე რომ ეს არის პირველი პასუხი. რაც შეეხება ქალბატონს, ძალიან დიდი მადლობა მას, მე მინდა უთხრა, რომ რა თქმა უნდა მას შეუძლია ასაკობრივი არანაირი შეზღუდვა არ არსებობს და მე მინდა ნომერი მაინც რო არ შემეშალოს თქვენის ნებართვით, მე შემიძლია მას უთხრა 577-448. შეუძლია დაარეკოს ამ ტელეფონის ნომერზე, ყველა პასუხს ამომწურავად მიიღებს და გარდა ამისა, ისე რომ არ დაჭირდება კოლეჯში, მას შეუძლია დარეგისტრირდეს, ჩვენ მას ვაძლევთ ერთ გარანტიასო, მივცემთ ძალიან მაღალი დონის ცოდნას და უნარებს იმ მიმართულებაში, რომელშიც ქალბატონი შეარჩევს და არა მხოლოდ ქალბატონი, არამედ ნებისმიერი მსურველი, რომელსაც ექნება სურვილი ჩვენთან მოკლებადიანი კურსების გადამზადება გაიაროს. ბატონო მათე, მსმენელმა ისიც ბრძანა, რომ თქვენი კოლეჯი ტრანსპორტის რამოდენიმე ტრანსპორტი არის, უზრუნველყოფილი გახლავთ, ტრანსპორტირება არ არის პრობლემა, ანუ 3 თუ 4 სხვადასხვა, ესე ვთქვათ, სახაზო ავტობუსები დადის, ბუნებრივია და ეს ქმნის იმის პრეცედენტს, რომ ნებისმიერ ადამიანს კონდეს, ასე ვთქვათ, მოსვლის პრობლემა არ გააჩნდეს. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება შორს ვიყო და სამგორის რაიონში გახლავთ ჩვენ და ჩვენი კოლეჯი ჭიჭინაძის ნომერი 10, რაოდენობა, ასე ვთქვათ, მსმენელების რაოდენობა ჩვენ არ გვაკლია, იმიტომ რომ თუ ვინმე სურს განათლების მიღება, მას ასე ვთქვათ, მანძილი არ უქმნის ამის პრობლემას, მით უმეტეს, როდესაც ყველაფერი ეს დაფინანსებული გახლავთ და ყველაფერი მიბული გახლავთ დასაქმებაზე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ თავარი არსი კიდევ ერთხელ გახლავთ ის, ბევრ ადამიანს მოუნდეს ამ სიკეთით სარგებლობა, ბევრ ადამიანს მოუნდეს მოვიდეს, თავისი უნარები გაიღრმაოს, თავისი კვალიფიკაცია აიმაღლოს და რაც თავარია დასაქმდეს და მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ შეთანხმებული ვართ მერიასთან ერთობლივად, რომ ყველა კვალიფიკაციის მინიჭების დროს აი ამ პროექტის ფარგლებში ჩართული იქნება კერძო კომპანიები. ანუ მათი წარმომადგენლები იქნებიან უშუალოდ თანამონაწილეები ამ პროცესის და თვითონვე შეარჩევენ იმ ადამიანებს, რომლებიც ესე ვთქვათ, თავს გამოიჩენენ, თავის უნარებს გამოამჟღავნენ
აჩვენებენ და თავის რეალიზებას გააკეთებენ. ესე რომ ესე ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ, იმიტომ რომ თვითონ წყვიტავს დამსაქმებელი ვინ აიყვანოს, ვინ ჭირდება მას და ესეც ჩვენი მიწოდება არ ხდება. ჩვენი მთავარი თემა არის ჩვენ მათ მივცეთ კარგი განათლება, ჩვენ მათ მივცეთ კარგი უნარები, ხოლო დანარჩენს ყველაფერს არეგულირებს კიდევ ერთხელ ვამბობ დამსაქმებელი. კი ბატონო, მსმენელი ველოდება, მოვისმინოთ მისი კითხვა, ალო გისმენთ. ალო, გამარჯობათ. გაგიმარჯობთ. როგორ ჯანდებით ხომ კარგად? მადლობთ ბატონო. ისა ბატონო გოგი. გისმენთ. ასეთი შეკითხვა მაქვს მე. დიახ. თქვენ მიერ გადამზადებული უბრალოდ ამ ორგანიზაციების მიერ გადამზადებული სპეციალისტები, რომლებიც დასაქმდებიან სადმე ორგანიზაციაში, იმათ შრომის წიგნს უხსნიან თუ არა, ან საჭიროა დღეისათვის შრომის წიგნები იფუნქციონირებს თუ არა, რომ მომავალში ეს ახალგაზრდა დასაქმდება და რო დაბერდება, იმას ჰქონდეს სტაჟი შრომისა, რომ მე პენსიას მიიღოს და ყველაფერი. დიდი მადლობა. მადლობა ზარისთვის, სხვათა შორის ვიდრე თქვენ უპასუხეთ ჩვენ უძებასო სტუმრებო, მანამდე მე მინდა ჩვენს მსმენელებს შევახსენო, რომ საპენსიო უზრუნველყოფაზე მოგეხსენებათ ძალიან აქტიურად მუშაობს სათანადო სამსახური, სახელმწიფო ძალიან აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებაზე, როგორი უნდა იყოს საპენსიო უზრუნველყოფა, რა ვარიანტი არსებობს, უკვე მომზადებულია ეს პროგრამა, ეს პროექტი და ჩვენ არაერთი გადაცემა გქონდა ამ თემაზე. უახლოეს პერიოდში კვლავ გეგმავთ გადაცემას, როგორი იქნება საპენსიო უზრუნველყოფა, იქ შრომის წიგნაკი და სტაჟი და ამ საკითხებს როგორი მნიშვნელობა მიენიჭება შემდგომში მომავალ პენსიონერებისათვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო თემა, ვიდრე ჩვენი სტუმრები უპასუხეთ. კიდევ ერთი მსმენელი გველოდება, მის კითხვას მოვისმენოთ ბატონებო. გისმენთ, ალო. გისმენთ, ეთერში. გამარჯობათ. გაგიმარჯობთ. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა ესეთი საინტერესო გადაცემისთვის. მადლობა თქვენ რომ გვისმენთ და გვირეკავთ. გისმენთ სულ ხშირად, თქვენი თითქმის მსმენელი ვარ და ისა, იცით რა, აქ იყო საუბარი სტუდენტისა, იკარუსი რაღაც ტურისტთან დაკავშირებით. პროგრამაზე და ეს პროგრამა აღარ გაგრძელდება და თუ შეიძლება აი ჩემი გასაგები დიდი მადლობა. კი ბატონო. აჰა, კი ბატონო. სტუდენტი თუ შეიძლება. 488 ტელეფონი ხომ ესეც ერთი ბოლოში ვეღარ გავიგო. ტელეფონი კი ბატონო, კიდევ გავიმეოროთ, მადლობა რომ დაგვირეკეთ 577-448 და სხვათა შორის ისიც გამოვაცხადე რომ თლიანად გადაცემა შეგიძლიათ გამეოროთ, მოისმინოთ და ნახოთ კიდეც თუ კი ამის სრული გექნებათ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რადიო 1.g მარტივად შეხვალთ ჩვენს ვებგვერდზე და იქ შეგიძლიათ როგორც განმეორებით მოისმინოთ, ასევე ნახოთ კიდევ ჩვენი ღია სტუდია დღევანდელი და არა მხოლოდ დღევანდელი. თუ შეიძლება უპასუხეთ ჩვენს მსმენელებს დასაქმება და პენსიასთან დაკავშირებით უბრალოდ მინდა თქვა, რომ მე გარდა იმისა, რომ ჩვენ ესე ვთქვათ ვამზადეთ დამსაქმებელის გახლავ და თუ კი სურვილი აქვს რომ დავუშვათ ჩვენთან დასაქმებულ ადამიანს, რომ შრომის წიგნაკი გახსნას, ეს შეუულებრივად ანუ მისი უფლებაა და ბუნებრივია ჩვენ ამას ვაკეთებთ, ესე რომ ნებისმიერ მოქალაქეს ეს უფლება აქვს ნებისმიერ კომპანიაში წარდგენილი კონტეს თავის შრომის წიგნაკი, სადაც ესე ვთქვათ მიეთითება რომელიც და რომელიც სამდე კონტრაქტით მუშაობდა, რა პირობები ჰქონდა და ასე შემდგომ. მე ვფიქრობ დანარჩენს მისი შრომით იგზა სადაც ჩანს, კი ბატონო. აბსოლუტურად ჩანს ეს ყველაფერი ოფიციალურად წარდგენებული, ესე რომ ეს დოკუმენტი არსებობს დღესაც და ვფიქრობ ეს ბატონი გოგი ხო? კი ბატონო, ანუ ამასთან დაკავშირებით დავამატებდი უბრალოდ რომ ნებისმიერი ანაზღაურებადი საქმიანობა ითვლება სამუშაო სტაჟში. შესაბამისად, ის ადამიანები, ვინც დასაქმდებიან, თქო ამ პროგრამის შემდგომ, რა თქმა უნდა, ის სამსახური რა მიმართულებით დასაქმდებიან, ჩაითვლება სამუშაო სტაჟში. რაც შეეხება იკაროსთან ტურიზმზეც თქვენ ნობოსოყოთ. ტურიზმის და მომსახურების მიმართულებით ჩვენ უკვე განვახორციელეთ, მოკლებადიან და ივლისში თავდება მთლიანი კურსი, უკვე რამდენიმე მიმართულებით დასაქმდნენ აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეები, აღნიშნულ მიმართულებას გაგრძელდება, რა თქმა უნდა და უფრო მასობრივ ხასიათს მიიღებს. ის გახლავთ აგრეთვე მინდა აღნიშნო რომ საპილოტე ხასიათის, ანუ ორი მიმართულებით ყველაზე მოთხოვნად სექტორებში გავაკეთეთ ჩვენ აქცენტი, ერთი ტურიზმი და მომსახურების სექტორი ქალაქში და მეორე სამშენებლო საინჟინრო მიმართულებით. ტურიზმი და მომსახურების მიმართულებით განვახორციელებთ პროფესიულ კოლეჯი იკაროსთან ერთად, სამშენებლო საინჟინრო მიმართულებით ვახორციელებთ პროფესიულ კოლეჯ სპექტთან ერთად. აღნიშნული პროგრამაც გაგრძელდება, ჩვენ ვფიქრობთ შემოდგომაზე დამატებით ახალი ეტაპი გამოვაცხადოთ. ანუ ტურიზმი ველოდოთ რომ იქნება. კი ბატონო, კიდევ იქნება და უფრო
მეტი ასე ვთქვათ ბენეფიციარს მეტ მოქალაქეს გადავაგზავნოთ და სტუდენტებსაც რა თქმა უნდა შეუძლიათ მონაწილეობის მიღება და ინფორმაცია როგორ მივიღოთ ბატონო მსმენელებმა დაინტერესებულებმა როგორ მიიღონ ინფორმაცია აღნიშნული ინფორმაცია მერის ვებგვერდზე ჩვენი საქალაქო სამსახურის Facebook გვერდზე აგრეთვე კოლეჯების გვერდებზე თავსდება შესაბამისად ჩვენ გვაქვს აგრეთვე გამგეობებს ვაწვდით ამ ინფორმაციას მერის ხელხაზე შეუძლიათ დარეკონ და ჩვენ მუდმივად ჩვენს პროგრამის შესახებ მერის ხელხაზს ეს მარტივი ნომერი ყველა მიცის 272 მერის ხელხაზე დარეკვის შემთხვევაში ნებისმიერ პროგრამასთან დაკავშირებით რომელსაც ჩვენი მხარდაჭერით და ჩვენი დაფინანსებით ან ჩვენ თვითონ ვახორციელებთ აღნიშნულ პროგრამასთან დაკავშირებით ნებისმიერ ინფორმაციას მიაწვდიან ძალიან მარტივად და შესაბამისად ანუ აღნიშნული პრობლემა ამ მიმართულებით არ არის. დიდი მადლობა. რა კი დღის წესრიგში დღეს დგას ეს პროექტი პროფესიული გადამზადება დასაქმებისთვის და მისი განმახორციელებელი საზოგადოებრივი კოლეჯის სპექტრის დირექტორი ბატონი მათე ტაგიდე ჩვენთან სტუდიაში სტუმრა და ბატონო მათე რამე არ გამოგჩეს აი ინფორმაციული ხასიათის და ტელეფონის გამოვაცხადეთ ვადებიც კიდევ შევახსენეთ მაგრამ კიდევ აი ესეთი მე დეტალები მინდა უთხრა მოქალაქეებს ანუ ბენეფიციარებს რომლებიც მომავალი მსმენელები იქნებიან ამ კონკრეტული აღნიშნული კურსებისა პროგრამები ანუ კარგად გათვლილი და კარგად გაწერილი გახლავთ ეს შეთანხმებული არის კიდევ ერთხელ ვამბობ ბიზნესის მოთხოვნებთან დაკავშირებით ანუ ჩვენ როცა კლუბები ჩავატარეთ შესაბამისად მოვითხოვეთ თუ რომელი უნარები არის მთავარი რაც ჭირდება დამსაქმებელს ანუ რამდენი ასტრონომიული საათის გახლავთ დაუშვათ ეს იქნება 150 ასტრონომიული საათი ან ცოტა მეტი ან ნაკლები დაუშვათ სადღაც დაახლოებით ესე იქნება ამ გადამზადების პირობებში ყველგან ჩადებული არის ის უნარები რომელსაც უნდა ფლობდეს ათა ადამიანები დასაქმდნენ წარმატებით. ბატონო მათე კიდევ ერთხელ გავიმეორებ სპეციალობები თუ შეიძლება. მე ჩამოვთვლი რომ არ გამომწეს თქვენის ნებართვით ეს არის ამზომელ გეოდეზისტი რომელზეც მოთხოვნა საკამაოდ დიდი გახლავთ კომპანიებსა და ელექტრიკოსი ანალოგიურად საკმაოდ დიდი მოთხოვნა გახლავთ. შემდუღებელი 100%-იანი დასაქმები არის თუ კი ადამიანის мотиваცია გააჩნია ვენტილაციის და კონდიცირების სისტემების მემონტაჟე, სანტექნიკოსი და გათბობა წყალგამაცხადებელი სისტემების მემონტაჟე, საავტომობილო გზებისა და აეროდრომების შენებელი ტექნიკოსი მინდა გითხრათ რომ მოითხოვეს დამსაქმებლებმა სამი ჯგუფის გახსნა 55 ადამიანზე მოითხოვეს არ დამსაქმებლის მოთხოვნა კიდევ ერთხელ მე მინდა უთხრა მოსახლეობას ყველაფერი რაც ჩამონათვალე გახლავთ ეს არის დამსაქმებლის ინტერესებიდან გამომდინარე ყოველივე ეს ინტერნეტ ტექნოლოგია რომელიც გახლავთ ანალოგიურად საკმაოდ სერიოზულად მოთხოვნადი პროფესია იმიტომ რომ ეს არა მხოლოდ კომპანიებში არამედ თვით დასაქმებაც გახლავთ და ძალიან მაღალ დონეზე და მაღალი სტანდარტებით ესე რომ აი სპეციალობებში ბატონებო მინდა გითხრათ რომ ეს არის თავიდან ბოლომდე ბიზნესთან შეთანხმებული მათი კვლევების საფუძველზე ჩამოყალიბებული შესაბამისად ჩვენ ერთობლივად მერი საქალაქოს ახალგაზრდობის საქალაქო სამსახურთან ერთად ამ თემაზე ძალიან დიდხანს უმუშაობდით და კვლევების საფუძველზე გადაწყდა რომ აი ეს ჩამონათვალი რომელიც ახლა გახლავთ ეს ამაზე გამოგვეცხადებინა შესაბამისად სამომავლოდ კიდევ ერთხელ ვამბობ არ გამოურიცხავს სხვა მიმართულებზე გამოვაცხადოთ იმიტომ რომ ჩვენ ვეყრდნობით თავიდან ბოლომდე იმ მონაცემებს რომელიც არის დღეს თბილისში დედაქალაქში კონკრეტულ მიმართულებებზე ძალიან ბევრი კომპანია რომელიც არა მხოლოდ ეხლა შეიქმნა არამედ არსებობს ეს კომპანიები ბაზარზე ზოგი მათგანი დაუშვათ აწარმოებს ზოგი მათგანი ასე ვთქვათ არის სამშენებლო მაგალითად ისე ვთქვათ რამდენიმე კომპანია რომ ასე ვთქვათ მე ჩამოვთვლი უბრალოდ არ მინდოდა რომ რაღაც რეკლამაში არ უბრალოდ იმიტომ რომ სოციალური პროექტია დაუშვათ კომპანიები როგორც არის კნაუფი აიდელბერგი კაპაროლი ჯეოტურანი ესე ვთქვათ ელიტა ბურჯი რუსთავმეტალი აქსისი კომპანია ანაგი რუსთავმეტალი და ასე ანუ კომპანიების უამრავი ჩამონათვალია ბატონო გოგი მე ვამბობ კომპანიები რომლებიც არიან მსხვილი დამსაქმებლები ხელოსანთა ქალაქით ასე ანუ მსხვილი დამსაქმებლებზე მაქვს საუბარი რომლებსაც ჭირდებათ სპეციალისტები და არა ერთი არა ორი არა 10 არამედ გაცილებით მეტი ვიდრე ჩვენ გონია რომ მათ ესე ჭირდება პირველმა მსმენელმა დაგვირეკა ეს მისი პასუხი მე მისი პასუხი მე შემიძლია ჩამოუთვალო კიდევ გაცილებით მეტი და ძალიან ბევრი ტიპის კომპანია უფრო მეტსაც ვთავაზობ ბატონს რათა მისი ესე ვთქვათ
ეს სამწუხარო პესიმიზმი გავაქარწყლოთ, მობრძანდეს ჩვენთან, შესაბამისად ჩვენ მზადა ვართ დავათვალიერებინოთ, ვანახოთ და ეგეც ძალიან მნიშვნელოვანია რა დონეზე და როგორ ამზადებთ. რა დონეზე და როგორ ვამზადებთ. ყველა ლაბორატორია არის თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი, ყველა ლაბორატორია არის საშუალება იმისა, რომ ადამიანმა თავის რეალიზაცია მოახდინოს ამ ლაბორატორიებში, ესე რომ შესაბამისად დამერწმუნოთ, როდესაც ამ საკითხზე საუბარი მიდიოდა, როცა ჩვენ ამ პროექტზე ვმუშაობდით, თბილისის მერია ბუნებრივია ყურადღებას აქცევს რა ბაზაზე და რა ინტელექტუალურ სივრცეში შეიძლება მოხდეს ამ ადამიანების გადამზადება, იმიტომ რომ ამის უკან ბუნებრივია ბენეფიციარებს არაფერი არ უჯდებათ, მაგრამ სახელმწიფო ამაში თანხებს ხარჯავს. ბუნებრივია შედეგზე ორიენტირებული უნდა იყოს. რა თქმა უნდა, თანხებთან დაკავშირებით ვიტყვი, რომ ვინაიდან ეს კოლეჯთან ერთად ერთობლივი სოციალური პროექტია, ძალიან მინიმალური თანხა უჯდება სახელმწიფოს გადამზადება აღნიშნულ მიმართულებაში. ეს არის ჩვენი ერთობლივი შეთანხმება კოლეჯის და თბილისის მერიის. შესაბამისად, ჩვენ ძალიან მიზერულ თანხაში ვამზადებთ ადამიანს, რომელსაც თავისუფლად შეუძლიათ შემდგომ იპოვონ სამუშაო. ბატონი გოგი ჩიქოვანი, თბილისის მერიის განათლების, სპორტსა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის წარმომადგენელი. ეს მისი კომენტარი იყო, მაგრამ კიდევ ერთხელ მიტომ გავიმეორე მე მისი თანამდებობა, მისი სამსახური შევახსენე ჩვენს მსმენელებს, რომ აბსოლუტურად არ ნიშნავს იმას, რომ მაინდა-მაინც ახალგაზრდებს ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური კი არის, მაგრამ მაინდა-მაინც ახალგაზრდების სწავლებას და მათ გადამზადებას არ აფინანსებს ეს პროგრამა. ბატონმა მათემ რომ ნებისმიერი მოქალაქისთვის ღია კარი, ხო? ასაკის მიუხედავად. ჩვენი სამსახურის დასახელება არის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური. განათლების მიმართულებაში ჩვენ არა მარტო ახალგაზრდებზე ვართ ორიენტირებული, არამედ ნებისმიერი ასაკის მოქალაქეებს, რომელსაც ჩვენ იმ სერვისებს, საგანმანათლებლო სერვისებს ვთავაზობთ, რომელიც ხელს უწყობს მათ შემდგომში დასაქმებას. კიდევ ერთხელ მინდა მოუწოდო ყველას მიმართონ კოლეჯს, გაიარონ რეგისტრაცია და ჩვენ მაქსიმალურად ვიქნებით მათ გვერდით, რომ შეიძინონ, აითვისონ ახალი პროფესია და შემდგომ დასაქმება და აღნიშნული პროგრამები უფრო გაფართოვდება. ამის პირობას ვდებთ ჩვენ, რომ უფრო მეტ მოქალაქეს მივცემთ ქალაქში შესაძლებლობას, რომ შეიძინონ პროფესია და შემდგომ დასაქმდნენ. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა მოუწოდოთ ჩვენს მსმენელებს ამ შემთხვევაში იმ ავტორებს, რომლებიც ადამიანები არიან შედარებით ასაკოვანი, ვერ დასაქმდნენ, ვერ ახერხებენ თვით რეალიზაციას, ნებისმიერი თქვენგანისთვის ღია კარი, არავინ არ ზღუდავს ასაკს და თანაც იმის გამო მინდა რომ უფრო ინფორმირებული იყვნენ ჩვენი მსმენელები, ბატონო მათე, ქალბატონმა ბრძანა 62 წლის ვარო, მაგრამ გზად ვარ მოვიდე და გავიარო მოვისმინო კურსები, მინიმალურ რაიმე ცოდნას, რაიმე დიპლომს მოითხოვს თქვენთან საბუთების შემომტანსა. არა, ამ შემთხვევაში რახან საუბარი არის დასრულთა ანუ მოკლებადიანი განმზადების კურსებზე, ბუნებრივია ამ შემთხვევაში მხოლოდ პირადობის მოწყობაც ხსენებია. ამისთვის ეს რომ 8 კლასი, 9 კლასი არაფერი აუცილებლობა. ჩვენ დამატებით ესე ვთქვათ რეგულაციებს აღარ ვაწესებთ ამასთან დაკავშირებით, ეს არ არის გრძელვადიანი, ეს არ არის დიპლომირებული სწავლება, ეს არის მოკლებადიანი. კარგი, დიპლომირებული არ არისო, მაშინ რას აძლევთ, რამ სერტიფიკატი? რა თქმა უნდა, ეს არის სახელმწიფო სერტიფიკატი, რომელიც აღიარებული და აკრედიტირებული გახლავთ სახელმწიფოს მიერ, ესე რომ ბუნებრივია სხვანაირად ვერ განხორციელდებოდა ამ შემთხვევაში ეს გადამზადება რა. 2-3 წუთი გრჩება გაცემის დასრულებამდე, ალბათ კიდევ ერთხელ საორგანიზაციო ადგილები მომენტები გავიაროთ, ესე იგი როდემდე საბუთების შეტანა 15 ივლისის ჩათვლით შეუძლიათ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ჟამს ჩვენ მუშაობთ როგორც ორშაბათი, ესევე შაბათ-კვირის ჩათვლით, რომ მოქალაქეებს მივცეთ საშუალება ყოველდღიურ რეჟიმში დარეგისტრირების და ეს არ იქნება მათთვის არანაირი პრობლემა. გარდა ამისა, ბუნებრივია ყველა გამგეობაში თბილისის დგას როგორც ბანერები, ესევე არის ესე ვთქვათ ინფორმაციები, სადაც შეუძლია ამ ადამიანებმა მიიღონ ეს ინფორმაცია, ამომწურავოთ და შესაბამისად მიიღონ ყველა ინფორმაცია. ესე რომ 15 ივლისის ჩათვლით მათ ექნება სრული საშუალება მოვიდნენ და რეგისტრირდნენ, შესაბამისად შემდეგ ჩვენი მენეჯერები მათ დაუკავშირდებიან, შესაბამისად მიაწვდიან ინფორმაციას თუ როდის ექნება ღია კარის დღე, როდის ექნება შესაბამისად ჩარიცხვის, როდის დაიწყება სწავლება და რამდენხნიანი და რომელ მიმართულებაზე რამდენი ასტრონომიული საათი ექნებათ, ვინ იქნება მათი პედაგოგები კონკრეტულ მიმართულებაში, რომელ
ლაბორატორიებს და რომელ კომპანიის ბაზებზე გაივლიან ისინი სტაჟირებას, იმიტომ ჩვენ აქ შეთანხმება გვაქვს არა მხოლოდ კოლეჯის ბაზაზე, არამედ საჭიროების შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ ჩვენი კომპანიის პარტნიორი კომპანიის ბაზებზე გავიყვანოთ ეს ადამიანები და პრაქტიკულად ვანახოთ წარმოებაში და როგორ ხდება ამა თუ იმ დავუშვათ განათლების მიღება და რეალიზაციის თვითრეალიზაცია. ესე რომ ჩვენ ამისთვის გახლავართ მზად, გარდა ამისა მე მინდა დავამატო და უთხრა კიდევ ერთხელ ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს მსმენელებს, ყველა მათგანს, რომ ჩვენი კომპანიები, ჩვენი დამსაქმებლები, რომლებიც არა მხოლოდ ჩვენი პარტნიორები გახავთ, არამედ მათ უნდა თავისი ბიზნესი განვითარება და ბიზნესი ეკონომიკას ავითარებს, მათ ჭირდება დამატებით და ყოველდღიურ რეჟიმში სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტები, უბრალოდ კიდევ ერთხელ მინდა თქვენი ეთერის საშუალებით, მინდა საზოგადოებას ვთხოვო ყველა მათგანს. ჩვენ გამოვდივართ ბაზრის ინტერესებიდან, შესაბამისად მოქალაქეებმა უნდა გააკეთონ სწორი არჩევანი. მათ უნდა კონდეთ საშუალება იმის გააკეთონ არჩევანი, მოვიდნენ, შეარჩიონ სასურველი პროფესია, რომელიც ძალიან ბევრი გვაქვს, ჩვენ გვაქვს დაახლოებით 30-ზე მეტი მიმართულება და 30 მიმართულება, რომელიც დაფინანსებულია ყველა სახელმწიფოს მიერ. უბრალოდ ამას ჭირდება ნება, ამას ჭირდება მოსვლა, ამას ჭირდება არჩევანის გაკეთება და დამერწმუნეთ. ნებისმიერ შემთხვევაში მოტივირებული და კარგად მომზადებული კადრი იქნება დასაქმებული, იმიტომ რომ ბაზარით ჩვენ ამ საშუალებას დღეს გვაძლევს საქართველოში. ამ კონკრეტული პროექტის დამკვეთს ამ შემთხვევაში მერიის განათლების სპორტსა და ახალგაზრდა საქმეთა საქალაქო სამსახურს ბუნებრივია ბატონო გოგი, ალბათ გექნებათ ერთგვარი მონიტორინგი, ხო? რამდენი დასაქმდება შემდგომში. იგივე წინა პროექტის დაკვირვების საშუალებაც ჰქონდათ და წარმატებული პროექტი იყო და ასე ვინაიდან აღნიშნული მიმართულებით წარმატებულია, მაღალი მოთხოვნა როგორც მოქალაქეების მხრიდან, ასევე კომპანიების მხრიდან, ჩვენ ვაპირებთ ამ მიმართულებით კიდევ უფრო გავაფართოვოთ საქმიანობა და უფრო მასშტაბური გავხადოთ აღნიშნული პროგრამები. გარდა ამისა, ჩვენ მუდმივად ვახორციელებთ მონიტორინგს, ვესწრებით სასწავლო პროცესსაც, მიმდინარეობს თვითონ კოლეჯში აქვს მექანიზმი, რომ აღრიცხვიანობა და ასე შემდეგ და შემდგომში დასაქმების ფორუმები, სადაც ჩვენ მივადევნებთ თვალს აგრეთვე რამდენი ადამიანი დასაქმდება და ამის მიხედვით გავანალიზებთ იმ შედეგებს. მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო უბრალოდ, რომ ეს არის კარგი პრეცედენტი, როდესაც ადგილობრივი თვითმმართველობა პროფესიული კოლეჯი და კერძო სექტორი ერთობლივად თანამშრომლობენ იმისთვის, რომ პროფესიული განათლება განვითარდეს და პლუს მოქალაქეების დასაქმებას ხელი შეუწყო და აღნიშნული მიმართულებით საქმიანობა კიდევ უფრო გაგრძელდება და უფრო კოორდინირებული გახდება კერძო სექტორთან, რათა ჩვენ ბევრად უფრო მეტი შესაძლებლობა შექმნათ ქალაქში დასაქმების ხელშეწყობისთვის. დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ ისიც უნდა დავძინოთ ბოლოს უკვე დრო ამოგვეწურა, რომ ვინაიდან ქალაქის მერია ახორციელებს ამ პროგრამას, თბილისში რეგისტრირებული ადამიანებისთვის არის აუცილებლად ეს კონკრეტულად მოთხოვნა ეს ბატონი მათეტაკიძე, საზოგადოებრივი კოლეჯის სპექტრის დირექტორი და ბატონი გოგი ჩიქოვანი, თბილისის მერის განათლების სპორტსა და ახალგაზრდა საქმეთა საქალაქო სამსახურის განათლების განყოფილების ხელმძღვანელი იყვნენ ჩვენი სტუდიის სტუმრები. მადლობას მოგახსენებთ ბატონო. მადლობა თქვენ. მოგზაურობისთვის, საინტერესო საუბრისთვის, წარმატებას გისურვებთ საქმიანობაში და თქვენთან ერთად მადლობას მოგახსენებთ უკვე ჩვენს მსმენელებს. ყველას ძალიან დიდი მადლობა ჩვენო ძირფასო რადიო მსმენელებო. ნათია არველაძე, ლელა ვაშაკიდე, თია ბიჭაშვილი და გიორგი ჩოკოშვილი მუშაობდით გადაცემაზე. ჩვენ ღია სტუდიაში შევხვდებით უკვე ხვალ. ასე რომ ხვალამდე.